ხედავთ რომ ბევრი ხართ და უფრო მეტად გაბევრდებით თუ თქვენ დამეხმარებით. დიახ, ამ ვიდეოს შეიძლება მეტ ადამიანს გადაუზიარებთ, ვინც გიყვართ და ვინც გინდათ ბედნიერი იყო თქვენთვის ძვირფასი პიროვნებებისათვის. მოკლედ ასე არ დავშთები, ვისაუბრებ ადრეც, ახლაც, შემდეგაც ამ თემაზე და ისევ და ისევ აღვაზევებ და განვადიდებ მარილს. ეს არის ისეთი დიდი საჩუქარი, ესეთი როგორ გითხრათ, ძღვენი სამყაროსგან ბოძებული, ჩვენ მისი ფასი კიდევ არ ვიცით. მოკლედ ასე. ეხლა უკიდაგანოთ არ ვალაპარაკოთ ამ თემაზე, ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ეხლა ისეთი სხვა განსხვავებული რაღაც მოგიტანეთ, რომელსაც ზუსტად ვიცით, დაიწყებთ. ძალიან მარტივია, არანაირი ფოკუს-მოკუსი არ ჭირდება, მარილი ძალიან ჩვეულებრივი, რომელიც სახში დიასახლისებო მოგეპოვებათ. და ვფიქრობ, რომ აი ესეთ ფორმატში პატარა მისკაზე ყველა შეგვიძლია რაღაცა პატარა თაგორა გავაკეთოთ. თუ ვინმეს ხუთშაბათის მარილი გააქვთ, აი 10 მაგათ გაგიმართლებთ, მე ეს დავამზადე და იმდენად მინდოდა რომ თქვენ ეს გცოდნოდათ, იმდენად მინდოდა რომ თქვენ ეს დაგემზადებიათ, აი პირდაპირ ეთერის კი შევძელი და ჩავრთე, როცა ვამზადებდი. ვინც დამიჯერა და გააკეთა, მოგებულია და წინ არის და ვინც არა, ну რა ვიცი, მე მაქვს ეს და ვისაც ვეხმარები ხოლმე ვუგზავნი და შესაბამისად ამისა, მათ გაუმართლათ. რა ვიცი, ვისაც გინდათ მომწერეთ, იქნებ აი ამ გაწმენდების პროცედურებში თქვენს მოხვდეთ. ეხლა ჩვენ დამოუკიდებლად რას ვაკეთებთ? რას აკეთებს ხო ეს რიტუალი? ესეც უნდა ვთქვათ, ვინ გვნებს, ვინ ჭამს ჩვენს ენერგიას და ჩვენ ძალას ძალიან მკაფიოდ გამოყვას ასპარეზზე. გარდა ამისა, ამშვიდებს ადამიანს, შესაბამისად ჩვენი ძილი წყნარი და ლამაზფერად სიზმრებიანი ხდება, ასევე ცოტა პატარა საგვარეულო კვანძებსაც ხსნის და ასევე უნდა ვთქვა იმის შესახებაც, რომ აღნიშნული რიტუალი ჩემო ძვირფასებო რაღაცა ესეთ ძალიან ძლიერს ვერ აოღონს, სუსტ რიარვებს და რაღაც არასასურველ არსებებს გვაშორებს, გვაცლის და სამუდამოდ ყოველ შემთხვევაში იმ მომენტისათვის მაინც გვაშორებს. მოკლედ, ვიღებთ როგორც უკვე გითხარით, ჩვეულებრივ მარილს ამ შემთხვევაში და აი ესეთი სიტყვებით საღამოს, რომელსაც როცა დავიყრით, უნდა დღეიდანაც დავიწყოთ და ვეუბნებით ასეთ სიტყვებს. მარილო, წაიღეს ხვისი, მიჩვენე სახე, ვისაც მიაქვს ჩემი ძალა. აი ესეთი ჩაჩურჩულეთ და თქვენ თავის ქვეშ დაიდგეთ. ახლა არ მითხრათ, რომ მე ისეთი საწოლი მაქვს, თავის ქვეშ ვერ დაედგათ, პატარა ტომსიკაში ჩადევით, ბალიშის ქვეშ ამოიდევით, შეგიძლიათ იქ პატარა ტუმბოზეც დაადოთ, სადაც ოღონდ თავთან ახლოს იყოს. მერე დილად ენდება და სამი ვერსია, ეს იქნება უნიტაზი, ეს იქნება მდინარე თუ ეს იქნება გამდინარე წყალი, ონკანის წყალი, აი მან ვასხამთ და აუცილებლად უნდა უთხრათ. წავიდეს სხვასთან და დაასხამთ წყალს და რასაკვირველია, თვალდახელშოა ის გაქრება. ხაზგასმით ვამბობ, რომ ამ ყველაფერს, ესე იგი თანმიყოლებით ვაკეთებთ 7 ღამის განმავლობაში. ну შესაბამისად 7 დილა იქნება, ხო ასეა? კი ბატონო, ასე იქნება. აი პირობას ვდებ, რომ ამ პერიოდის შემდეგ თქვენი ძილი დაწყნარდება. დამშვიდდება, თქვენი აფორიაქებული რაღაც შინაგანი ბორგვები, პატარ-პატარა ავადმყოფობებით და ყველაზე მაგარი აქ რა არის, იცით? აი ის ადამიანები, რაღაცნაირად თქვენი ქვეცნობიერებიდან, რომელსაც ძალით თუ ნებით თუ დაგეგმილად თუ ისე დაუგეგმავად მიაქვს თქვენი ენერგია, რაღაცნაირად თქვენს წინაშე საკუთარ თავს გამოავლენენ. ეხლა მე ზუსტად ვერ წაგიკითხავთ ინსტრუქციას და ზუსტად ვერ გეტყვით, ეხლა თქვენი მეზობელი ნარგიზა თუ თქვენი მული დარეჯანი, როგორ შეძლებს ამ ყველაფრის, ატო თქვი, ხა მეზობელი და მული, დედამთილი და ასე შემდეგ, შეიძლება ისეთ ადამიანს მიაქვს ეს თქვენი ენერგია, თქვენს რომ ვერ წარმოგიდგენიათ, ეს უნებლიეთ ემართებათ. რაღაცნაირად აი თვითონ პრაქტიკაში, თვითონ ცხოვრებაში მიხვდებით, რომ ეს ადამიანი გამოავლის რაღაც სხვანაირად თავს და იგრძნობთ. ძალიან მაგრად იგრძნობთ ამ ყველაფრისგან გათავისუფლებას. როგორც უკვე გითხარით, ძილი მოგიწესრიგდებათ, როგორც უკვე გითხარით, თქვენ თვითონაც მსუბუქად იგრძნობთ თავს, რაღაც ისეთი შიშები და რაღაცა შებოჭილობებით გაგეხსნებათ და აი იგრძნობთ, რომ რაღაც აი კარგ აბანოში რო შედიხართ,
ძალიან ესეთ კარგ დუღარე წყლით რომ დაიბანთ და გამოხვალთ კარგით გაპრიალებული, ისე შეიგრძნობთ შიგნით თქვენი აურის, ასე ვთქვათ, დამუშავებაც სასიკეთო კუთხით. მოკლედ ასე, მე მინდა რომ ეს რიტუალი დღეიდანაც დაიწყოთ და როცა ჩაგივარდებათ მოკლედ ეს ვიდეო და ვისაც ეს შანსი და ეს ბედნიერება აქვს, გადაუზიარეთ. და საკვირველია, აქლა კომენტარებში წერთ ისევ და ისევ ცუდი ენერგია წავიდა მის ადგილზე. აი, დავაბრუნოთ მის ადგილზე. წავიდეს სხვასთან, ვინც გამოგვიგზავნა. არა, იმიტომ რომ ჩვენ ხო არავის არაფერს არ უსურვებთ ცუცხვაცია. ნუ ყოველ შემთხვევაში შეგნებულად მაინც და ავტომატურად რაღაცები რაც ხდება, ეს კიდე ქვეცნობიერების თამაში, ამაზე ხა აღარ გაგიჯაზებთ ყურადღებას, უბრალოდ ამ მარტივ რიტუალს. ისევ და ისევ ჩემს მეგობარ მარილს. ისე და ისევ მოეფერებით და ამ საღამოს მას აუცილებლად ჩაუჩურჩულებ, რომ წავიდეს სხვასთან სხვისი ცუდი ენერგია. მე დამიტოვოს ჩემი კაი და პრიალა და კრიალა. ვისაც გინდათ ჩემთან კონსულტაცია, აუცილებლად მომწერთ და არ დაზარდებით, ასე ვთქვათ, კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი გავუკეთოთ საკუთარ თავს. ტაროს გაშლიდან დაწყებული სხვა ეზოთერული მომსახურეობით. გაკოცეთ და აბა თქვენიც.